პროტესტის კიდევ ერთი ლოკაცია, ეს არის დედაქალაქის მერი, აქ ბოლო 1 საათის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, ამ წუთებში კი რეპრესიული, ანტიდემოკრატიული და ძალადობრივი არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებების გასაპროტესტებლად კოალიცია ცვლილებისთვის წევრები მართავენ აქციას. ნინუცა კეკელია ჩაგორთება პირდაპირ ეთერში მერის მიმდებარე ტერიტორიიდან გისმენ ნინუცა. ერთი წამი. კოალიცია ცვლილებისთვის წევრები არიან შეკრებილები და ახლა კადრში ხედავთ, რომ კახი კალაძის ბიუსტი გაატანეს ხარს და ამბობენ აქციის მონაწილეები, რომ კალაძის მეორე ნაწილს უკვე აქ დავტოვებთო. კოალიცია ცვლილებისთვის წევრები არიან აქ შეკრებილები და ხედავთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქ პერფორმანსს მართავენ. აი ხა ამ ნაწილს გადაიტანენ უკვე ქალაქის მერის შესასვლელად ფეხებს დაუტოვებს. ასე რომ ვთქვათ, პოლიცია ცვლილებების წევრებმა ნაწილი კი ხედავთ საპოლიციო მობილიზებას ხადია ქალაქის მერიასთან და ეს არაერთხელ ვნახეთ, რომ საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება ხდება ხოლმე აქ. გადავინაცვლოთ ჩვენ და შეგვიძლია ვესაუბროთ აქ შეკრებილ მოქალაქეებს და ასევე კოალიცია ცვლილებისთვის წევრებს. ნანა მალაშხია იმყოფება საპროტესტო აქციაზე და აქ მოსულები არიან პროტესტის მონაწილეები იმ ადამიანების ფოტოებით, ვისაც სასტიკად გაუსწორდა რეჟიმი საპროტესტო აქციების დროს. ნანა, თქვენ ხართ ფოტოთი მოსული აქციაზე, ქალაქის მერიასთან ამჯერად თქვენი სათქმელი რა არის და პერფორმანსიც ვიხილეთ ცოტა ხნის წინ, რომელიც ეძღვნებოდა ქალაქის მერ კალაძეს, ვინც მალე ნაძვის ხელ უნდა აანთოს რუსთაველის განხილვას. დედაქალაქის მერი არის არა მარტო თანამონაწილე აი ამ ძალადობრივი რეჟიმის, არამედ არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომელიც ღიად აანონსებს რეპრესიებს საკუთარი თანამშრომლების მიმართ. თქვენ იცით, რომ თანამშრომლებმა პირდაპირ დაუპირისპირდნენ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დეკლარირებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და დღეს ჩვენ მოვედით აი აქ არა მარტო გასაპროტესტებლად, არამედ აი ამ თანამშრომლების, საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად, მათ უნდა იცოდნენ, რომ დედაქალაქის მერს ზუსტადაც მათი ეშინია, თითოეული მათგანის ეშინია და მათი ერთიანობის და ასევე აქვე ვიტყოდი, რომ ისინი არ არიან მარტო, უამრავი სამოქალაქო ორგანიზაციები უჭერენ მხარს მათ და პირდებიან სამართლებრივ მხარდაჭერას. ასევე არსებობს უამრავი ფონდი, შეიქმნა ფონდები ფინანსური მხარდაჭერის. ძალიან დიდი მადლობა, როგორც მოისმინეთ, აქცია ქალაქის მერიასთან შეიკრიბა ერთის მხრივ გასაპროტესტებლად იმ ძალადობის, რომელიც ხდება ქალაქის ქუჩებში და მეორეს მხრივ სოლიდარობისთვის საჯარო მოხელეების მიმართ. თქვენ იცით, რომ მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი პეტიციით აპროტესტებს იმ ძალადობას, რაც ქალაქის ქუჩებშია და ქართული ოცნების რეჟიმის გადაწყვეტილებას, რომ შეწყდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის ნაწილზე მოლაპარაკებები. ამ ადამიანებს მერიის თანამშრომლებს კახა კალაძე ემუქრება ქალაქის მერიიდან გათავისუფლებით და ამბობდა ერთ-ერთ განცხადებაში, რომ მიმდინარე რეორგანიზაცია დაანონსებულია და ამის ფარგლებში გაათავისუფლებდა თანამშრომლებს. ელენე ხოშტარიასაც ვხედავ აქ და ინტერვიუს აძლევს მედიის წარმომადგენლებს, მანამდე უკვე დაასრულა და შეგვიძლია რომ გავესაუბროთ. მოვისმინეთ, რომ ქალაქის მერიასთან აქცია ერთის მხრივ არის ის საერთო პროტესტი, რაშიც 2 კვირაა ჩართულია საქართველოს ჩართული არიან მოქალაქეები და მეორეს მხრივ სოლიდარობა საჯარო მოხელეების მიმართ. რა არის თქვენი პოლიტიკოსების სათქმელი, ვინც აქ ხართ შეკრებილი? დღეს საქართველოში არ არსებობს საჯარო უწყება, რაღაც დაწესებულება, რომლის წინაც არ უნდა გამოაწყო პროტესტი. იმიტომ რომ ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული, ყველა ინსტიტუტი არის პოლიტიზირებული, ყველა ინსტიტუტი არის ოლიგარქის ხელში. შესაბამისად, ჩვენ დღეს თელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა პროფესიების, სხვადასხვა ჯგუფების პროტესტს ხედავთ. ჩვენ ჩავთვალეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ, რომ მერიასთან უნდა მოვიდეთ, იმიტომ რომ კალაძე არის სწორედ ანტიდასავლურობის, ანტიქართულობის, თავის მენტალობით, თავის დამოკიდებულებით, თავის კორუფციულობით, თავის აგრესიულობით არის სიმბოლო მართლა ამ რეჟიმის ერთ-ერთი და ამიტომ ბუნებრივია
ასევე აქ გადავწყვიტეთ ამჯერად მოსვლა, ამასთანავე მე მართლა მინდა მივმართო გულით ყველა საჯარო მოხელეს, რომ მე დარწმუნებულია, რომ ბევრი მათგანი შეუძლებელია, რომ მათ მოწონდეთ ის, რაც ხდება ქვეყანაში, როგორც ევროპული გზის დაკარგვის თვალსაზრისით, ასევე აი ძალადობის თვალსაზრისით, რასაც ჩვენ უყურებთ, შეუძლებელია უბრალოდ. ამიტომ მე მათ მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ შორის არ უნდა იდგეს კალაძე, არ უნდა იდგეს ივანიშვილი, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება და კრიტიკულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ თავის საქმელი თქვა. ძალიან დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას უსმენდით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ანა გოგოლაძეს ვხედავ აქ, ისიც ფოტოთია, ეს არის მოქალაქე, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ პროტესტში მონაწილეობის გამო. მოგესალმებით, თქვენი სათქმელი რა არის? ვიცი, რომ ამ პროტესტში ხართ ცხადია ჩართული, თუმცა დღეს ქალაქის მერიასთან რა სიტყვოდით? კახიკალაძე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ფლაგმანი არის რეჟიმის და კახიკალაძე არის იმ ქალაქის მერი, რომელშიც უკვე ბოლო 14 დღეა, რომელმაც გამოუცხადა ტერორი საკუთარ მოქალაქეებს. ადამიანს კალაძეზე არის საუბარი, რომელსაც ღირსება და მორალი ოდნავ მაინც აქვს შემორჩენილი. ეს ადამიანი აანონსებს ნაძვისხის საზეიმო ანთებას დედაქალაქში იმ მოედანზე, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში თბილისის მაცხოვრებლებს დევნია, ნიჭერენ, აწამებენ, ასისხლიანებენ. მე ხელში მიჭირავს ნათიას სურათი ახლა და ასეთი ამ ქალაქს ყავს 500-მდე მაცხოვრებელი და კახიკალაძე არის იმ ქალაქის ძალიან ღირსეული მაცხოვრებლების ამორალური მერი, რომელიც სწევს აი ძალიან ისეთი რეჟიმის თავალ გასაწევ ფლაგმან შეიძლება ითქვას. და როგორ მაინტერესებს რომელ რუსთაველზე დგავს ნაძვისხეს, სადაც 14 დღის განმავლობაში ხუისად მხუთავ აირს უშვებდნენ, რომ დღემდე გაზისუნი დგას და იმ მოედანზე ეპატიჟება თავის მოქალაქეებს, რომ ბავშვები მოიყვანონ. კახიკალაძე დააწერა ნაძვისხეს დიდად საზეიმოდ, რომ იქნება გამარჯვების ქალაქი. თბილისი აუცილებლად გახდება გამარჯვების ქალაქი, ოღონდ ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება ხალხის მხარეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ანა გოგოლაძე, საკრებულოს დეპუტატია და კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ასევე გიგო ლემონჯავასაც ვხედავ და ჩემს ოპერატორს ვთხოვ იქით გადავინაცვლოთ. მანამდე კი გაჩვენებთ აი ამ საპოლიციო მობილიზებას ქალაქის მერის შესასვლელთან. ათეულობით პოლიციელი დგას აქ და ასევე ხედავთ რკინის ბარიკადებს, რომლებიც იცავენ შენობის შესასვლელს და ამას ვხედავთ ხოლმე ჩვენ ყოველდღიურად ყველა შენობასთან, საჯარო დაწესებულებასთან, სადაც პროტესტით მიდიან მოქალაქეები.